როგორ აამუშაო შენი იდეა, როგორ დაგეგმო შენი წარმატება, როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას, შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. Ხემშვიდობისა, მოგესალმებით თქვენ უსმენთ რადიო იმედს, მე ნინი ხუგაშვილი ვარ და ღიეთერში გთავაზობთ გადაცემას PR ფორუმი. მოგეხსენებათ, დღევანდელ დღეს PR ფორუმი როგორც წესი გადის ღიეთერში 13 საათზე, მაგრამ შეცვლილი ქრონომეტრაჟიდან, შეცვლილი დღის გრაფიკიდან გამომდინარე, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლას უკავშირდებოდა, მოხდა ისე, რომ დროში ცვლილების გამო გავდივართ სწორედ ამ დროიდან ეთერში. თუმცა ეს იქნება ერთჯერადად და სხვა დროს დაგეგმილ გადაცემს ბუნებრივი არ შეეხება. დღეს საუბრობთ ქართულ მარკეტინგულ ღონისძიებაზე, რომელიც ქართულ რეალობაში პირველად ჩატარდა და ის გახლავთ Spotlight-ი, მესამედ იმართება. ნინო ახალაია Spotlight-ის მენეჯერი, ასევე სტუმრად მოვიწვიეთ ანანო ქორქია, პაშა ბანკის PR და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი და გიორგი კალატოზიშვილი, ACT-ის ბრენდის განვითარებისა და PR სამსახურის უფროსი. მოგესალმებით, უღრმესი მადლობა რომ მობრძანდით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა თქვენ. მადლობთ. Spotlight 2015, რომელიც წელს მესამედ იმართება. ღონისძიების მთავარ მენეჯერთან გადავალ პირველ რიგში შეკითხვით და მაინტერესებს რა შეცვალა ამ პერიოდის განმავლობაში ქართულ მარკეტინგულ რეალობაში Spotlight-მა. როგორ შეაფასებთ და იქნება თუ არა კონკრეტული ცვლილებები დაგეგმილი ამჯერად? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები რადიო მსმენელს. მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება Spotlight-ს, როგორც უკვე აღნიშნეთ, წელს მესამედ ტარდება ეს ღონისძიება და აქედანვე უკვე ჩანს, რომ ძალიან დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა მას პირველივე დღიდან, მისი დაარსების დღიდან. Spotlight-მა ძალიან ბევრი რამ შეცვალა. აქამდე საქართველოში არ არსებობდა ერთი სივრცე, სადაც მარკეტინგის სფეროში მოღვაწე ადამიანები ერთმანეთთან მოახდენდნენ კომუნიკაციას. აქ ამ ახალ სივრცეში ისინი უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და ყოველწლიურად რაღაც ახალს იგებენ საკუთარი კოლეგების შესახებ და იმ სფეროში არსებულ სიახლეებზე, სადაც მოღვაწეობენ. სწორედ ამიტომ წელს უკვე ძალიან ბევრი პროექტი არსებობს, რომელიც ჩაისახა სწორედ Spotlight-ზე 2013 წელს, 2014 წელს და წლევანდელ Spotlight-საც დარწმუნებული ვარ, რომ ახალი იდეები დაიბადება და ახალი თანამშრომლობები წამოვა. რა არის Spotlight-ი? ვისთვისაც არ არის ის ცნობილი, ვინც არ იხარშება, ასე ვთქვათ, PR მარკეტინგ თუ ბრენდის მიმართულებით. Spotlight-ი ეს არის ადგილი, სადაც მარკეტინგის სფეროში მოღვაწე ადამიანები იკრიბებიან და უზიარებენ ერთმანეთს ცოდნას. ეს ცოდნაში გულისხმობ თავიანთ პირად გამოცდილებას. ეს ისეთი უნიკალური ისტორიებია, რასაც ჩვენ სხვაგან ვერსად ვერ მოვისმენთ და ვერ წავიკითხავთ. სწორედ ამაში მდგომარეობს მთავარი ინტერესი და უპირატესობა ჩვენი პროექტის. და რაც მთავარია, ეს არის, რომ ყველა მოწვეული სპიკერი არის ქართველი და შესაბამისად საუბარი არის მხოლოდ ქართულ გამოცდილებაზე და არა ჩვენს უცხოელ კოლეგებზე. საინტერესოა ის, რომ დამსწრეთა რაოდენობა დელეგატების ყოველწლიურად არის მზარდი. კი, ნამდვილად ასეა. ჩვენ თავიდან დავიწყეთ 200 დელეგატით, მაგრამ წელს უკვე 450 დელეგატი დაესწრება ჩვენს ღონისძიებას, რადგან ძალიან დიდი არის მოთხოვნა დასწრების სრულთა მხრიდან და ამიტომ წელს გავზარდეთ ეს რაოდენობა და რაც მთავარია, წელს გავზარდეთ ბილეთების რაოდენობა, რადგან მოგეხსენებათ, რომ პირველ Spotlight-ზე მხოლოდ მოსაწვევებით ყავდა დელეგატები მოყვანილი. წელს უკვე, რადგან დაინტერესება ძალიან დიდია, უკვე ვაძლევთ აუდიტორიის ფართო ნაწილს საშუალებას, რომ თავად შეიძინონ ბილეთები. როგორია სპონსორობის დამოკიდებულება და რამდენად მოდიან, ის თქვა, ასეთი ტიპის ღონისძიებაზე, მაინც საგანმანათლებლო ტიპის ღონისძიების დასასპონსორებლად, ამაზე აუცილებლად ვისაუბროთ. მე მაინტერესებს, რა შეიცვალა თავად იმ პოტენციური სპიკერების ქცევაში, როდესაც უკავშირდებით, როგორ ხდება მათი შერჩევა? სპიკერებს ასაბობენ ისინი, როგორია მათი ქცევა ამ დროს, რა იცვლება თქვენი დაკვირვებით? ისინი ყოველთვის სიხარულით თანხმდებიან ამ პროექტში მონაწილეობას, რადგან პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თითოეული მათგანისთვის ძალიან სასიამოვნოა, ისინი მათი გამოცდილების მოსმენა სურს ხალხს, რადგან თქვენ მოგეხსენებათ, რომ მარკეტერი ატარებს კვლევას უბრალოდ გამოკითხვას
ვეკითხებით საზოგადოების ნაწილს, თუ ვის ისურვებდა მომავალი წლის Spotlight-ზე სპიკერის რანგში რომ იხილონ და შემდგომაც ვიყავი ჩართული ამ შერჩევის პროცესში და ნებისმიერ მსურველს შეეძლო სამი მისთვის საინტერესო სპიკერის ვინაობა ჩამოეწერა და შემდეგ უკვე ეს იყო ძირითადი პრინციპი, რითაც შეირჩა, ხო, წელს? ეს იყო ძირითადი პრინციპი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ ხალხის აზრს, თუმცა მოგეხსენებათ მარკეტერი უკვე ძალიან დიდი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობს და ჩვენ საკმაოდ კარგად ვერკვევით ბაზარში და ვიცით დღესდღეობით ვინ არის ამ სფეროში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიონალი და ჩვენი ხედვებით, რა თქმა უნდა, იყო გათვალისწინებული ამ მხრივ. თუმცა უმეტესად იყო ეს ყველაფერი დაფუძნებულია ამ ხალხის მიერ შემოსულ ხმებზე. რაც შეეხება თავად სპონსორების მხრიდან დამოკიდებულებას, ნაკლებად მომგებიანი ღონისძიება ფაქტობრივად ეს აბსოლუტურად არის მარკეტერის კეთილნებაზე დამყარებული, ხო? რას იტყოდით, როგორ იცვლებიან, რამდენი დიდია დაინტერესება ყოველწლიურად არის თუ არა მზარდი? მე მოხარული ვარ, რომ ძალიან მიხარი ამას რომ ძალიან დიდი დაინტერესება მოყვა თავიდანვე პირველივე დღიდან ამ ღონისძიებას, როდესაც ჩვენ ვერ ვუხსნიდით სპონსორებს, სპიკერებს, რა არის ეს, რა იქნება, რა ტიპის ღონისძიება, მოგახსენებთ რომ ფორმატი არის ცოტა განსხვავებული, ხომ? ანალოგი არ ყავს ამ ღონისძიებას საქართველოში. და თავიდანვე გამოჩნდნენ ადამიანები, კომპანიები, რომლებმაც დიდი სიხარულით გამოთქვეს ჩვენი მხარდაჭერის სურვილი. მაგალითად, ასეთი არის კომპანია Borgemi, რომელიც პირველი Spotlight-დანვე მხარში გვიდგას. კომპანია ACT, რომელიც უკვე მეორე წელია არის ჩვენი სპონსორი, ოქროს სპონსორი არის წელს. და წელს ყავს პლატინის სპონსორი Pasha Banki, რომელიც მხარში გვიდგას ასევე და მე მინდა აღვნიშნო, რომ მათ გარეშე ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა, იმიტომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არ არის კომერციული პროექტი და ძალიან რთული იყო პირველი ღონისძიების ჩატარება ამ მხრივ, რადგან ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ფინანსური მხრივ ორგანიზატორებს. და წელს უკვე ნამდვილად თავისუფლად გრძნობთ თავს და ჩვენი სპონსორების დახმარებით შეგვიძლია მსმენელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიება შევთავაზოთ. გაცემის პირველი ნაწილის დასრულებამდე არის დაახლოებით წუთნახევარი მოცემული. უბრალოდ დარჩენილი უბრალოდ მინდა ვთხოვო Pasha Bank-ის და ACT-ის წარმომადგენელს ძალიან მოკლედ გაცემის ამ ნაწილში და შემდეგ უკვე განვავრცოთ საუბარი, რატომ ირჩევთ Spotlight-ს, რას ნიშნავს ის თქვენთვის როგორც სპონსორისთვის, რა კრიტერიუმების მიხედვით არჩევთ, ასე ვთქვათ? ზოგადად Pasha Bank-ი თვითონ კორპორატიულ საბანკო მომსახურებას თავაზობს, მომხმარებლებს და შესაბამისად უფრო ბიზნესზე ორიენტირებული კომპანია, ასე ვთქვათ. B2B საქმიანობას ეწევა ცალსახად. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი არის როგორც ფუნქციურად, ასევე მარკეტინგულადაც, რომ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას შეუწყოთ ხელი. ამას როგორ ვაკეთებთ? ვცდილობთ ხოლმე მხარი დაუჭიროთ ისეთ სემინარებს, კონფერენციებს, რომლებიც უფრო მიზანმიმართულია პროფესიული ზრდისთვის, განვითარებისთვის, ხო? მარკეტერი და თვითონ Spotlight-ი თვლით ნამდვილად არის იმ ღონისძიებათა სიაში, რომლებიც ძალიან სასარგებლოა. კი, ნამდვილად რომ საქმეს აკეთებს, ისეთი ღონისძიება არის და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს ამის საშუალება, რომ წელს მხარი დაუჭიროთ ამ ღონისძიებას. იმედი გვაქვს, რომ რეალურად იმ საერთო საქმეში, რასაც ახალგაზრდა მარკეტერების კიდევ უფრო ინფორმაციით უზრუნველყოფა, ქვია, ჩვენ კიდევ ერთი სიურპრიზი გვაქვს მომზადებული თვითონ ღონისძიებაზე და ამაზე უკვე თუ არის შესაძლებელი გაცემის მეორე ნაწილში ვისაუბროთ. გიორგი, რას ნიშნავს ACT-ისთვის თქვენ უკვე მეორედ იღებთ საკუთარ თავზე ამ ღონისძიების წარმართვაში წვლილი შეტანას, ასე ვთქვათ? კი ბატონო, ძალიან კარგი აქცენტები იყო დასმული ორივე მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ეს არის B2B კომუნიკაციის გამყარება თვითონ ჩვენ სეგმენტთან. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდოდა ყოველთვის მადლობა მეთქვა იმისთვის და დაკვრთვისაც ესეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის, იმიტომ რომ ეს არის სივრცე, სადაც პირდაპირ თუ ირიბად ქართველი მარკეტერები და პროფესიონალები იზრდებიან და ყალიბდებიან, იმიტომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ სფეროში ერთადერთი შეცდომა, რაც გვეპატიება, ეს არის გრამატიკული ან ორთოგრაფიული დანარჩენ სტრატეგიულ შეცდომებს არ გვპატიობენ, იმიტომ რომ ის აისახება ზოგადად სფეროზე და ჩვენ ბიზნესზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწორ მარკეტინგულ ცვლილებზე, სწორ кейსებზე წყალებში აღიზარდოს ეს თაობა ახალგაზრდა, ან პირიქით უბრალოდ გამტკიცდეს თავის პოზიციაში და შეხედულებაში, ხედვაში ის ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარება.
ძალიან დიდი მადლობა. სულ რამდენიმე წუთით შევწყვეტ გადაცემას და რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით დღეეთერში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ Spotlight-ის შესახებ. ეს გახლავთ პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება, რომელიც უპრეცედენტო მასშტაბით და ანალოგის გარეშე არის დღევანდელ დღეს ქართულ რეალობაში. გადაცემას განვაგრძობთ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. მადლობა რომ გვისმენთ. შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. დღემშვიდობისა მოგესალმებით კიდევ ერთხელ განვაგრძობთ გადაცემას PR ფორუმი. მე ამ გადაცემის წამყვანი ნინი ხუგაშვილი ვარ და დღეს ვსაუბრობთ ქართულ მარკეტინგულ ღონისძიება Spotlight-ზე, რომელიც გაიმართება წელს უკვე მესამედ 24 მაისს. 14 სპიკერია შერჩეული და მათ აქვს განკუთვნილი კონკრეტული 13 წუთიანი ლიმიტი იმისთვის, რომ საკუთარი უნიკალური გამოცდილება გააცნონ საზოგადოებას. არ ვიცი რამდენად იქნება შეცდომებზე აქცენტი გაკეთებული, მაგრამ ალბათ საინტერესო იქნება ასეთი кейსების მოსმენაც. როგორ დააღწიეს თავი დაბრკოლებებს ამის შესახებ ჩვენ გაგვიგია, მოგვისმენია ღონისძიების ფარგლებში და ძალიან საინტერესო ფორმატია საერთო ჯამში შეიძლება ითქვას. პრინციპი თედის რამდენადაც არ მეშლება, ანუ ამის დაზუსტება მინდოდა და ეს არის დრო, როდესაც ადამიანს რეალურად შეუძლია სრულყოფილად აღიქვას 13 წუთში გადმოცემული ინფორმაცია. არც ერთი წუთი ძალიან მეტი. არა, ხო ჩვენ სპიკერებს კაცად ვაფრთხილებთ, რომ 13 წუთში უნდა ჩაეტიონ, იმიტომ რომ იქ არის დრო კონტროლდება და შემდეგ მიკროფონი ეჩებათ, ასე რომ ყველას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, რომ 13 წუთი მკაცრად. ნინო ახალაია Spotlight-ის მენეჯერი საუბრობს ამჯერად დღეეთერში. მოდით ჩამოგვითვალეთ ის სპიკერები, ვინც წელს შეარჩია მარკეტერმა იმისთვის, რომ ამ ღონისძიებაში მათი გამოცდილება დამსწრეს საზოგადოებას მოესმინა. წელსაც როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო ნაკრებია. ეს არის დავით გოგიჩაიშვილი, ოთო ბერიშვილი, გიორგი გარსევანიშვილი, დავით ჯიბლაძე, თაკო როდონაია, სულხან ლაცაბიძე, ნათია ხვედელიძე, ალექსი ჩიქოვანი, ეკა ყიფიანი, ტარიელ ზივზივაძე, ზია შარაშიძე, ირინე პეტრიაშვილი, სოფო ჩოგოვაძე და ლევან დინარაძე. ძალიან საინტერესო შემადგენლობა. ძალიან დრო არ მაქვს უბრალოდ რომ ჩამოთვალო ყველა კომპანია და პოზიცია, მაგრამ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის ნამდვილად ნაცნობია თითოეული მათგანი და ყველა ძალიან დიდი ინტერესით ელოდება მათ გამოსვლას. შერჩევის კრიტერიუმებზე ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ, მაგრამ თევის შერჩევაში რამდენი ერევით თავად თქვენ გაქვთ თუ არა უფლება რომ მიუთითოთ მათ კონკრეტული მიმართულება? თუ ეს არის ჩვენ ორგანიზატორები არასდროს არ ვერევით ამ საკითხში, რადგან ეს არის თითოეული მათგანის პერსონალური ისტორია. ჩვენ უბრალოდ მათ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ არჩიონ ყველაზე ისეთი ისტორია, რომელზე დაფუძნებითაც შემდეგ იქ მყოფი აუდიტორია რაღაცას ახალს ისწავლის, თავიანთ საქმეში შეცვლიან რაღაცას უკეთესობისკენ. ანუ ეს უნდა იყოს შთამაგონებელი ისტორია, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის მათი კოლეგების საქმეს ან დამწყები მარკეტერების საქმეს. ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება ერთ-ერთ სპიკერს ალექსი ჩიქოვანს მოусმინოთ დღეეთერში ლაივ ბრენდინგის დაფუძნებელი გახლავთ. მოგესალმებით ბატონო ალექს და მადლობა რომ მოდით გადაცემაში მონაწილეობას. რას ნიშნავს თქვენთვის Spotlight-ი, პროექტი, რომელიც გახლავთ პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება და გაქვთ თუ არა შერჩეული დაახლოებით თემატიკა, რომელზედაც ისურვებდით, რომ თქვენი გამოსვლა ყოფილიყოს აგებული. კი, თემატიკა შერჩეული მაქვს, უბრალოდ თემას და სათაურს ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ. იმიტომ რომ კარგი იქნება თუ ეს როცა დრო დადგება, მაშინ გავახმაურებთ ამ თემას. რაც შეეხება რას ნიშნავს აღქმა Spotlight-ის შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, მაგრამ ჩემთვის პირადად ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება საუბარი ბაზარზე არსებულ ჩვენ ინდუსტრიაში და ბაზარზე არსებულ პრობლემებზე, იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია ჩვენი დღევანდელი რეალობისთვის. ჩემთვის ეს არის და დაახლოებით ამას ეხება ჩემი თემაც. ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ ჩვენ ვაღიარებთ ჩვენ პრობლემებს და შემდეგ ყველა ერთად მოვძებნით ამის გადაწყვეტის გზებს. შეცვალა Spotlight-მა ქართულ მარკეტინგულ რეალობაში რაიმე კონკრეტული, თუნდაც დამოკიდებულება პროფესიონალების და ამ პროფესიის ადამიანების მიმართ. იცით რა, სამწუხაროდ ჯერჯერობით საქართველოში ისეთი სიტუაციაა, ჩვენ ბევრჯერ ვიქნავს თქვენ გადაცემაში სხვაგანაც, რომ რეალური კონკურენცია ძალიან ნაკლებად შეინიშნება საქართველოს ბაზარზე. ამიტომ Spotlight ჯერჯერობით გაუჭირდება, რომ ესე ერთმნიშვნელოვნად მარტო Spotlight-მა შეცვალოს ეს ყველაფერი. თუმცა რა თქმა უნდა,
უფრო ღია გახადა ის თემები და მეტი საშუალება მიცა ადამიანებს რომ გამოვიდნენ და ისაუბრონ სხვადასხვა საკითხებზე. თუმცა მარტო სპოტლაიტს ეს გაუჭირდება, მაგრამ ძალიან კარგი პლატფორმა არის რომ იქ ადამიანები შეიკრიბონ რაღაც ერთ ადგილას და ისაუბრონ აი ამ ყველაფერზე და რა თქმა უნდა ამას დროც სჭირდება და მე დარწმუნებული ვარ თუ სპოტლაიტის ორგანიზატორები ისევე წარმატებით გააგრძელებენ სპოტლაიტის ორგანიზებას როგორც ახლა აკეთებენ სამომავლოდ ალბათ გახდება საკმაოდ გავლენიანი მოვლენა, რომელსაც მოусვენენ, გულდაუგდებენ და როგორც მინიმუმ იმისთვის მაინც მოემზადებიან, რომ სპოტლაიტზე რამე არ იქნას თქმული ისე ან თავიანთ ბრენდებზე, ან კომპანიებზე არ გაკრიტიკდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან კარგი წამოწყებაა ჩემი აზრით. უღრმესი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით დავალოდებით თქვენს გამოსვლას 24 მაისს. ალექსი ჩიკოვანი, ლაივ ბრენდინგის დამფუძნებელი საუბრობდა ღია ეთერში. მოდით მოვუსმინოთ ამჯერად არიელ ზივზივაძეს, მარნეტის დამფუძნებელს, რომელიც გახავთ კონსულტანტი, ტრენერი და სპიკერი. ვნახოთ რას ფიქრობს ის სპოტლაიტის შესახებ და აქვს თუ არა სავარაუდო მონახაზი იმ თემისა, რომელზედაც ის აპირებს 24 მაისის საუბრს. დღემშვიდობის მოგესალმებით არიელ და მადლობას გიხდით რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. გამარჯობა ნინი, გამარჯობა მეგობრებო, უმრავლესობას მე მგონი გიცნობ კიდეც. გამარჯობა ტარიელ. ტარიელ, თქვენ ხართ წელს რჩეული სპიკერი, ასე ვთქვათ, სპოტლაიტის, იმ 14 კანდიდატ შორის მოხვდით, ვინც 24 მაისს უნდა წარდგეს საკუთარი გამოცდილებით. თუ გაქვთ მონახაზი, რა თემაზე აპირებთ საუბარს? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხაზგაუს ვამდი, რომ სერიოზული თემაა, სერიოზული ღონისძიებაა, უკვე მესამე ტარდება და ავით თუ ამ სფეროში ვინმე რამეს ფიქრობს ან აკეთებს ან უნდა იფიქროს ან აკეთოს, მე მგონი მინიმუმ უნდა დაესწროს. ახლა რაც შეეხება ჩემს აზრს დანარჩენ თემატიკაზე, რა გითხრათ, აბა მონახაზიცა მაქვს, სხვათა შორის ნინოსაც ვუთხარი, რომ თემის 19 ვარიანტი მქონდა გაგეცინებათ და საბოლოო ჯამში დავტოვე 3 ვარიანტი და ბოლოს ავარჩიე 1, აი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს იხალისებს აუდიტორია იმ მოვიდან გამომდინარე, რასაც 13 წუთში ჩავატევ. ტარიელ, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე საზოგადოების ნაწილი გიცნობთ, მაგრამ მე ასევე მახსოვხართ თქვენი, ასე ვთქვათ, პოსტებით და პუბლიკაციებით, რომელიც იმართება ხოლმე, რომელიც იწერება ხოლმე სპოტლაიტის შემდეგ, ასე ვთქვათ, შემაჯამებელი, თქვენებული ხედვა. ხართ მზად იმისთვის, რომ თქვენსავით კრიტიკოსმა გადაწყვიტოს, რომ თქვენზე თქვას საკუთარი აზრი ჩამოაყალიბოს. ძალიან დიდი მადლობა ნინი, რომ ეს თემა წამოწიე და სხვათა შორის ეს ქონდა საგონებელი, იმიტომ რომ რაღაც ეს ბოლო 2 წელიწადი რა ხდება დავესვარი, რაღაც ჩემი აზრი ვთქვი, ახლა დიდი არაფერი, უბრალოდ ჩემი აზრი ვთქვი და პირველი სპოტლაიტი იყო და შედარებით ლაითად გამოხატი აზრი, მეორეზე ცოტა უფრო მწვავედ, ახლა მესამეზე აი ივესალმები, თუ ვინმე რამე ისეც მეტყვის, რასაც გავითვალისწინეთ მე პირადად. უღრმესი რომ მადლობა. პირიქით რას ამბობ, ეს არის ჩემთვის პირადად და საერთოდ ახლა რა უნდა იყოს ეს ღონისძიება, ან მხოლოდ მონაწილისთვის, არამედ დამსწრისთვის. ეს არის, ასე ვთქვათ, გაზიარების ძალიან კარგი ინსტრუმენტი. უღრმესი აქედან მადლობა. ადამიანი სწავლობს, აქედან ადამიანი გამოცდილებას იზრდება. სხვადასხვა ხაზგაუსვამ, რომ კი მართალია ჩვენ ეს საერთაშორისო გამოსვლები ძალიან მოგწონს, მაგრამ მოდით ვთქვათ, ჩვენ ადგილზე გვყავს ძალიან ბევრი დაუფასებელი პირდაპირ ვიტყოდი ადამიანი. დაუფასებელი იმ გაგებით, რომ უბრალოდ აი ქართული საზოგადოება მაინც უფრო აი ყანწი და პეროვორი რაღაც არის, რომელიც უფრო სიამოვნებს, უფრო აფასებენ უცხოელებს, მაშინ როცა ქართველთა დიდი ნაწილი ხაზგადასმული. ან სპოტლაიტის ერთ-ერთი ძირითადი, ასე ვთქვათ, მიღწევა ჩემი აზრით ის არის, რომ აქ ვისაც სიტყვა ეთქმის, მას აძლევს ამ სიტყვის თქმის საშუალებას. უღრმესი მადლობა ტარიელ ზივზივაძე საუბრობდა რადიო ემედის ღია ეთერში. ჩვენ სპოტლაიტის დასრულების შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ გვექნება საშუალება შევაჯამოთ ეს ღონისძიება, მაგრამ მანამდე ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი. ძალიან ცოტა დრო გვაქვს. გიორგი კალტოზიშვილს მინდა ვთხოვო ისეთის წარმომადგენელს ამ ფორმატის შესახებ გვესაუბროს. რა არის მნიშვნელოვანი, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისაც ალექსმა აღნიშნა და მივესალმები ამას, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპონსორებისთვის ხარი დაუჭიროთ ისეთ ორგანიზაციას, კომპანიებს, რომლებიც საკუთარი გამოცდილების გაზიარებას მოახდენენ და გვერდით გადადებენ თქვათ საკუთარ ამბიციებს. ანუ მოხდება უშუალოდ საგანმანათლებლო კუთხით რაღაც кейსების განხილვა და პრობლემების წამოჭრა ბუნებრივია, იმიტომ რომ პრობლემების განხილვა მნიშვნელოვანია ჩვენ სფეროში, ჩვენს ინდუსტრიაში
იმით რომ რეალურად დავინახოთ რა ხარვეზების გამოსწორება შეიძლება, ან უფრო პოზიტიურად რო ვთქვათ, რისი გაუმჯობესება შეიძლება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახალგაზრდა მაინც ეს სფერო და ძალიან მნიშვნელოვანია ნაწილობრივ იმ პიონერების თქვათ მიღწევების და თქვათ ნაბიჯების გააზრება, რომლებიც თავში ედგნენ ამ სფეროს. ძალიან მნიშვნელოვანია. თავარი არის რომ კომპანიები არიან მოწოდებული და თვითონ მარკეტერის და სპოტლაითიც განსაზღვრულია იმითი რომ კომპანიებმა იციან რომ უნდა გააკეთონ საკუთარი PR-ი, უნდა გააკეთონ საკუთარი რეკლამირება, ეს ძალიან კარგია რომ რეგლამენტირებულია. მაგრამ საშუალება საკუთარი წვლილი შეიტანა სფეროს განვითარებაში. იმიტომ რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით კომპანიები რაც აკეთებენ, ხო ბუნებრივია. ამიტომ თავარია კომპანიებმა თვითონ გადმოსცენ თქვა თავის სამბიზნეს ჯგუფებს ის кейსები და ის განხილვები, რომლებიც რეალურად დაანდით შედეგს იქონიებენ და გავლენას სფეროს განვითარებას. უღრმესი მადლობა. ანანა ქორქიას მინდა ვთხოვე, ნინო ახალაიან პროექტის მენეჯერმა გაიცემის პირველ ნაწილში ახსენა, რომ კონკრეტული სიურპრიზი აქვს სპონსორს. თუ არის შესაძლებელი, რომ ექსკლუზიურად ჩვენთან მინიშნება მაინც გავგეკეთოს პაშა ბანკის PR და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა რაზეა საუბარი? დიდი სიამოვნებით. ანუ სულად რა თქმა უნდა ვერ მოგიყვებით მაშინ სურპრიზი აღარ იქნება, მაგრამ დაახლოებით გეტყვით, ანუ რაზე არის საუბარი. ძალიან მოხარულები ვართ ჩვენც და თვითონ მარკეტერიც, რომ ესეთი ინიციატივა გაგვიჩნდა ორივე მხარეს და ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ პლატინის სპონსორობით, არამედ დამატებით ანუ დამსწრეს საზოგადოებასაც და ნებისმიერ ანუ სხვა დაინტერესებულ პირსაც შევეცდებით რომ გავუზარდოთ საშუალება იმისა რომ მარკეტინგულ თეორიულ მასალასთან კონდეთ უფრო მეტი წვდომა. ანუ მოგეხსენებათ დღეს საქართველოში ანუ არის გარკვეულწილად ნაკლებობა ანუ ამ მასალების და ჩვენ გვინდა რომ ერთობლივად გავახორციელოთ ერთი ძალიან სასარგებლო პროექტი. სიამოვნებით დავალუდებენ პირადად 24 მაისს, როდესაც დაწვრილებით შევიტყობ ამის შესახებ. ნინო, გთხოვთ ორი სიტყვით მხოლოდ რეზიუმე გავაკეთოთ, როდის გაიმართება ღონისძიება, როგორ გაიყიდება ბილეთები და ვის შეუძლია მასზე დასწრება. ღონისძიება Spotlight 2015 გაიმართება 24 მაისს. ველოდებით ყველას ბილეთები გაიყიდება ბილეთები G-ზე. აპრილის ბოლოს და შესაბამისად ძალიან ბევრს ექნება იმის ვინც მოასწრებს რა თქმა უნდა პირველი 450 ადამიანი რომ ონლაინ შეიძინოს ეს ბილეთი და დაესწროს ღონისძიება. უღრმესი მადლობა რომ შექმენით ის სივრცე რომელიც სფეროს განვითარებას ნამდვილად უწყობს ხელს. წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს. გაიცემა PR ფორუმი გახდათ რადიო იმედის ღია ეთერში. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით მომავალ საეთერო შეხვედრამდე ბედნიერად. მადლობა. როგორ აამუშაო შენი იდეა? როგორ დაგეგმო შენი წარმატება? როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას? შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე.